ყველას გილოცავთ 2025 წელს და მოდით ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება თქვენი პირადი. Როგორ განვითარდება თქვენი პირადი 2025 წელს. მთლიანად არა, რა თქმა უნდა, მოკლე, მაქსიმუმ 3-4 თვე ჩავაფიქროთ, მეტი არა. როგორ განვითარდება თქვენი სტრესი, თქვენი ნერვიულობა, წავა. თუმცა მე იმას არ ვიტყვი, რომ კონკრეტულად შეიძლება ვიღაც ვახტანგისთან გინდოდეს რაღაცის დალაგება, ჩაიფიქრებთ ასე. მთავარია თქვენი პირადი ლაგდება, თქვენი სტრესი გადის. რაღაცნაირად თვითკმარი ხდები, ძალიან მნიშვნელოვანი ხდები პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და გიხარია რომ არსებობ, სხვათა შორის მინდა თქვა, რომ ზუსტად აი ამ ენერგიებიდან შენ შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩები. მეორისთვის აქ იქნება ბრძოლა გონების და გულის და მოდი რომელი მოიგებს გონება იგებს, ყველა ვარიანტში გონება იგებს და რაღაცა დაბალანსებული ხარ, რომ საკუთარ თავთან ხდება მოლაპარაკება, მაგალითად იმის გააზრება, ვისთან ხარ, რა გინდა, როგორ ხარ და აქედან გამომდინარე იმ ეტაპზე მიხვალ, რომ შენ ირჩევ შენ თავს და ეს არის ყველა საუკეთესო გადაწყვეტილება, რომ თითქოს შენთან მოდის მერე შესაძლებლობა იმის, რომ იყო კარგად, განვითარდე და ბოლოს და ბოლოს შეგამჩნიოს იმან, ვისთანაც შენ იქნები კარგად და ბედნიერად. ამიტომ პიროვნული ზრდა და განვითარება პირველ რიგში და აქედან გამომდინარე, როდესაც შენ იქნები თვითკმარი და კმაყოფილი, ბედნიერი იქნები და ქალი ძალა. შენ გაქვს ისეთი ძალა, ისეთი ენერგეტიკა, რომ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მამაკაცის ჯიბეში ჩასმა შეგეძლება. ეხლა მამაკაცებმა არ გამინაწყენა, შეგიძლიათ თქვენ თუ მამაკაცებმა ქალბატონი ჩაიფიქრეთ, თქვენ შეგიძლიათ ჩაისვათ ჯიბეში. ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან ჭკვიანურად და ადამიანი არ უნდა დაჩაგროთ ამიდან. სწორი გაგებით იმედია გამიგებთ, რას ნიშნავს ჯიბეში ჩასმა. ანუ, როდესაც შენ გავლენა გაქვს ურთიერთობაში. და არა, რომ 9-ჯერ უმეორებ და მაინც არ ესმის. ყველაფერი იქნება კარგად. განსაკუთრებით მინდა ვთქვა, ვინც უბრალოდ არაფერს არ აკეთებთ, არანაირ გადაწყვეტილებას, ანუ არაფერ რა გავაკეთო შეიძლება თქვათ, მაგრამ აი მაგალითად როცა სიხარ მაგალითად და ელოდები, როცა იცი კონკრეტულად როგორი პიროვნებაა და ელოდები როდი შეიძლება. ეს ადამიანი ასეთი ადამიანი უბრალოდ არასდროს არ შეიძლება, ამიტომ შეცვალეთ თქვენ. შეცვალეთ რაღაცა ქცევის მოდელი და გამოდით ამ ფიქრებიდან. ყველაფერი არის თქვენს ხელში, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი იქნება იდეალურად და მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.